სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაგარდულის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვათ, ჩვენ გადავედით 71 ნაწილზე, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს. ანუ არც ისე შორს, ხომ, 5 წლის წინ ჩაიწერა და ეს კითხვა, რომელსაც ახლა თქვენ მოისმენთ, ხო, ძალიან კარგი მაგალითია იმისი, როგორ ხდება, როდესაც ადამიანის გონება და მედიტაცია ალბათ უნდა ვთქვათ სატანა ახდენს არასწორი მიმართულებით. ხო არის რომ გიბიძგებს არასწორი მიმართულებით და მე ხშირად შევხვედრი ვარ ეს ადამიანებში. მადლობა უფალს რომ მე ეს არ მოსვლია და თავში არ მომდის ესეთი კითხვები და არ ვეძებ ესეთ რაღაცა წინააღმდეგობებს ან საერთოდ არ შემიმჩნევია ეს რაც ამ კაცმა შენიშნა. საერთოდ არ შემიმჩნევია. მაგრამ არიან ადამიანები ან ვიღაცის წაიკითხეს, ან თვითონ აქვთ ეგეთი გონება ეგრე მოწყობილი, რომ ამ წინააღმდეგობებს ხედავენ ბიბლიაში. ჩემთვის გასაოცარია თქვენც მიხვდები და ჯონ მაკარტურიც არ დაიბნება როგორც ყოველთვის და ძალიან მაგარი იუმორით უპასუხებს. თქვენც გაოცდებით ალბათ, როცა მოისმენთ თუ რატომ არის ადამიანი, რომ ესე არის მისი გონება მომართული, რომ ესეთი რაღაცები დაინახოს ბიბლიაში და ლაპარაკია იმ ადგილზე, როდესაც ღმერთი უბრძანებს აბრაამს ისააკის შეწირვას და როდესაც ისააკი ეკითხება მამას, გახსოვთ ისააკი ეკითხება მამას რომ ხედავს შეშარი, ცეცხლი, მაგრამ ვერ ხედავს შესაწირ ცხვარს. და მამა ეუბნება შესაძლოა მოდი თქვათ მსხვერპლს, ხომ? და ამბობს აბრაამი ეუბნება რომ უფალი უზრუნველყოფს შესაწირ ბატკანს. ლემბი უფრო არის ბატკანი, ვიდრე შეიძლება ზოგმაც შეიძლება ცხვარიც თქვას, ხომ? გაჩნია როგორ ხმარობენ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია თუ ნახავთ თქვენ ძალიან ბევრ სურათს, იესო ქრისტე შედარებულია ბატკანთან. ანუ ახალგაზრდა ცხვართან. არის კიდე ვერძი. მაგრამ როდესაც მერვე მუხლში უკვე და მე-13 მუხლში ამბობს აბრაამმა დაინახა ვერძიო. და ეს ამბობს ახლა როგორ შეიძლება ამათ შერიგება. ერთგან არის მერვეში ნახსენები ბატკანი, ანუ თუნდაც ცხვარი და მე-13-ში ვერძი. აი ნახეთ რა როგორ აქ ადამიანი. ეს არის დაბადების 22 თავიდან. შეგვიძლია ჩვენ ჩავიხედოთ და კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, ხო? დაბადების 22 თავი და ზუსტად ადგა აბრამი დილადრე აღაპყრო თვალები, უთხრა აბრამმა სახვის აიღო აბრამმა, უთხრა ისააკმა აბრამს. უთხრა ისააკმა აბრამს, მამა და მეუღო აბრაამმა, აქა ვარ შვილო. კითხა მას ისააკმა, ცეცხლი და შეშა გვაქვს, მაგრამ სრულდასაწველი კრავი სად არის? და სხვათა შორის მე-7 არის ეს. უთხრა აბრაამმა, ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულდასაწველი კრავს შვილო. ასე მიდიოდნენ ერთად. ალბათ უფრო ხშირად კრავს წირავდა ხოლმე აბრაამიც, ეს იყო მისთვის მისაღები სრულდასაწველი და კრავი გაიხსენა. აი რა კარგად არის აქაც ჩვენთანაც კრავი არის ქართულში. და არა ცხვარი, ხომ? უფრო სწორია კრავი, ხომ? მიადგენი ამ ადგილს გადიოდა აბრაამი ხელი ამოიღო და მე-13-ში აღაპყრო თვალები აბრაამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართული იყო ბუჩქნარში, მივიდა აბრაამი აიყვანა ის ვერძი და შესწირა სრულდასაწველ მსხვერპლად თავისი ძის ნაცვლად. და პიროვნება საინტერესოს ეს და ჯონ მაკარტურს დამთავრებული არ ქონდა, ხო? და ამბობს ეს კითხვის დამსველი პიროვნება, რომლის სახელი ჩვენ არ ვიცით. მეგონი სახელი არ აქვს და სახელებული არ დაუსახელებია. ერთი მათგანი თამდაბალია, მეორე კი აგრესიული, რქებით, ვერძზე რქებით არის ეს ამბობს. და ჯონ მაკარტური დიახ, მაგრამ ყველა ვერძი ოდესღაც ხომ კრავი იყო? და აუდიტორია, როგორ შეარიგებდით ას, მაინც აინტერესებს. დიახ, მაგრამ ვერძი უბრალოდ ზრდასული კრავია. ანუ უფალი უზრუნველყოფს კრავს. აბრაამს ჯეროდა რომ ღმერთი უზრუნველყოფდა მსხვერპლს, ანუ ცხოველს. საკმაოდ თანმიმდევრული იმის თქმა, რომ ღმერთი უზრუნველყოფს ვერძს, ანუ კრავს და ვერძი გამოჩნდება. ეს ძირითადად ერთი იგივე ცხოველია. თუ ის იტყოდა, ღმერთი უზრუნველყოფს კრავს და ჟირაფი გამოჩნდებოდა, გამეცინა ამაზე ჯონ მაკარტური მაგარია, ეს შეიძლება პრობლემა ყოფილიყო. აბრაამას ზუსტად არ იცოდა, როგორ იქნებოდა კრავი, რა ფორმით იქნებოდა, ზრდასრული იქნებოდა თუ ახალგაზრდა, მაგრამ ღმერთმა უზრუნველყო ისე, როგორც ეს დაუშვათ აბრაამმა იცოდა. ასე რომ ეს იგივე ცხოველია, უბრალოდ ზრდასრული კრავი არის ვერძი.
აბრაამ ზუსტად არ შეეძლო სოდნა თუ რა ფორმით მოვიდოდა ეს შესაწირავი ცხოველი. და აუდიტორია, მე ვკითხულობდი რიცხვთა მე-5 და მე-6 თავს. ცხვარი არის დასაწვავი შესაწირავი, ხოლო ვერძი დანაშაული შესაწირავი. დაახლოებით ასე შეიძლება ფორმულირება, ასე რომ რიცხვთა მე-6 თავში კვლავ არის მნიშვნელოვანი ეს შესაწირავების განსხვავება. აქვს თუ არა რაიმე ამაში განსხვავება და ჯონ მაგალითად არა, მე ასე არ ვფიქრობ. აქ აბრაამთან არაფერი განსხვავებას მას მნიშვნელობა არ აქვს და ზედმეტად არ უნდა ქეკოთ რაღაცა ის რაც არ არის. ვფიქრობ აბრაამი უბრალოდ ამბობს, ვიცი რომ ღმერთი უზრუნველყოფს შესაწირავ ცხოველს და ცხვარს გულისხმობს, კრავს. ეს უბრალოდ ზოგადი დახასიათება ამ ტიპისა, ამ ცხოველის ტიპისა, რომ ღმერთი უზრუნველყოფს ცხვარს და ღმერთმა უზრუნველყო. აბრაამს ზუსტად არ შეძლო სოდნა თუ როგორი იქნებოდა ის, როგორი ზრდასრული თუ პატარა ეს ცხოველი, მაგრამ ანიცოდა რომ ღმერთი აუცილებლად უზრუნველყოფდა შესაწირავს და ისააკის დაკლა ეს არის ხომ მთავარი ამაში, რომ მას აღარ მოუწევდა ისააკის მსხვერპლშეწირო, არამედ ღმერთი უზრუნველყოფდა ჩამნაცვლებელ მსხვერპლს. კარგით? გმადლობთ გილბერტი, ხო გილბერტი ყოფილა, გილბერტი, რომელიც ალბათ იცნობდა ბატონი ჯონი და აქ ჩვენ აღარ მივუთითეთ რომ გილბერტი იყო ამის სახელი. გილბერტი უფრო შეიძლება ლათინო იყოს წარმოშობით. მადლობა მოსვენისათვის.